ძალიან მაგარი წყვილი უნდა გაგაცნოთ თათია დოლიძე, რომელსაც თქვენ ყველა ადევნებდით თვალს და სიამაყით ივსებოდით, როდესაც უყურებდით მის გამოსვლას გაეროში. Distinguished delegates, ladies and gentlemen, I have the great honor to address this important forum on behalf of the Georgian youth. Young people living in conflict zones cannot fully benefit even on the Georgian-controlled territories adjacent to the occupation line. დღეს ჩემთან გადაცემაში მოვიდა მის მეუღლესთან ერთად და ძალიან ვაფასებ ამას, ძალიან დიდი მადლობა ამ ნამდვილი წმინდა წყლის ექსკლუზივისთვის თათია. როდის შეხვდით, სად შეხვდით, როგორ გაიცანით, ვინ არის თქვენი მეუღლე? ჩემი მეუღლე არის ახალგაზრდა, ნიჭიერი, მშრომელი, თავის საქმეში წარმატებული და ასევე პირად ცხოვრებაში წარმატებული ახალგაზრდა. ჩვენ ერთმანეთს სულ ხუმრობს ხოლმე, იმიტომ რომ სახლში მომაკითხავ, ასე ამბობს ხოლმე და ეს სახლი სად იყო? ვაკომ მონათლა იტალიელი. მართლმადიდებელ ქრისტიანად და იტალიურ-ქართული საღამო იყო მასთან სახლში წვეულება, სადაც მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც ასევე ჩემი მეგობარი იყო, დამპატიჟა ჩემს იტალიელ სტუმართან ერთად. ჩემთან იყო ჩამოსული იტალიერი მკვლევარი ბრიუსელიდან და ვიფიქრებთ, რომ საინტერესო იქნებოდა მისთვის ასეთ ქართულ-იტალიურ საღამოზე, რომ წამეყვანა ის. და სწორედ იქ შევხვდი ვაკოს, აღმოჩნდი ფაქტობრივად მისი სტუმარი. ეს ის პერიოდი ჯერ არ არის, ჩვენ რო ყველა აღფრთოვანდით თათიათი, ხო? ეს იქამდე ხდება ეს. ეს იქამდე ხდება, მე აღფრთოვანდი სამაგიეროდ. დაგვასწარი ყველას. კი, იყო ესეთი. როდესაც თათია ამოვიდა, მე არ ვიცოდი საერთოდ რომ ქართველი იყო, ვინაიდან ტოსკანური აქცენტით საუბრობდა იტალიურად. თავის სტუმართან ერთად და მეც ხა იტალიური კარგად ვიცი, არა ბოლოს ქართულად რო დაიწყო საუბარი, ვერ მივხვდი უფრო ქართველი იყო თუ უფრო იტალიელი. რა ხდებოდა შენ ცხოვრებაში, ვიდრე გაჩნდებოდა ეს გაეროს ცნობილი შენი გამოსვლა და ვიდრე გახდებოდი წარმომადგენელი? ბაკალავრი საქართველოში დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე ჰოლანდიაში წავედი სასწავლებლად. მაგისტრატურის ხარისხის მიღების შემდეგ 2 წელი ბრიუსელში მუშაობდი და ზუსტად როდესაც გავიცანი ვაკო, 2 კვირაში მიმემგზავრებოდი ზუსტად ჩემს ახალ სამსახურში და საოცნებო სამსახურში, SEPS არის ესეთი, ევროპული კვლევების ცენტრი ბრიუსელში, მიმემგზავრებოდი იქ კვლევით ასისტენტად. ვაკო, შენ რა საკეთებდი იქამდე? იქამდე ამერიკული აკადემია დავამთავრე საქართველოში, სკოლის პერიოდს ვიხსენებ, შემდეგ მომიწია 1 წელი AUBG-ში, ეს არის ბულგარული ამერიკული უნივერსიტეტი, შემდეგ წავედი ბუდაპეშტში, სეუს უნივერსიტეტში, იქ მოხდი საინტერესო გაცვლითი პროგრამა იყო, dual degree, რომელიც 2 წელი მოიცავდა ბუდაპეშტში სწავლას, 2 წელი მილანში. ახლა მე 1 წელი უკვე მქონდა ამერიკულ უნივერსიტეტი ბულგარეთში გავლილი, 1 წელში შევძე ყველაფერის დამთავრება და გადავედი მილანში. მან ვიყავ უკვე 19 წლის. ხო, მის მერე წერა-კითხვა 1 წლის ასაკში დაიწყეთ, ორივე და თუ რა ხდება გამაგებინე. გეოლოგიურად დავიწყეთ, უბრალოდ რაღაც მიზნები მქონდა, რომელსაც მიღწევაც გვინდოდა. 19 წლის ვიყავი, როდესაც უკვე მილანში გადავედი, 22 წლის ასაკში მოურჩი უნივერსიტეტს და იმის მერე 5 წელი ვიყავი აღმასრულებელი დირექტორი ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის, რომელიც სტარტაპიდან დავიწყეთ. რა ქნას? ესე ვერაფერს მეწვერი. თათია, უბრალოდ უნდა კითხო, იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაც სამოდელო ამბავიც იყო შენს ცხოვრებაში. ეს ხო გატაცება, ერთობოდი თუ იყო პერიოდი, როდესაც სერიოზულად ფიქრობდი ამაზე, იმიტომ რომ ძალიან მართლა არაჩვეულებრივი მონაცემები გაქვს. დიდი მადლობა, მაგრამ არა არ ყოფილა ესეთი პერიოდი, როდესაც მე ამით პროფესიულ დონეზე ვიყავი გატაცებული. ერთ-ერთი ჩემი გატაცება იყო მრავალი სხვა გატაცებას შორის. პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, ისე მაქვს დალაგებული, რომ თუ ჩემს მთავარ საქმეს აფუჭებს, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩემი პროფესია რაც არის, იმით ვარ დაკავებული, მაგრამ თუ გამოდის ემთხვევა ისე, რომ მაქვს დრო, თუ საქართველოში ვარ, Fashion Week იმართება და მირეკავენ, რომ მივიღო მონაწილეობა, თუ შემიძლია, აუცილებლად ვღებულობ ხოლმე მონაწილეობას. Yesterday my life was filled with rain. Sunny. განტვირთვის საშუალებაც არის. ყოველ შემთხვევაში ახლა უკვე არის, იმიტომ თავიდან მახსოვს, როდესაც დავიწყე ეს საქმე, რომ მაშინ ძალიან ნერვიულობდი და განტვირთვაზე მეტად უფრო ის იყო, სანერვიულო იყო. So true. I love you.
თათი, აი მითხარი, რას ნიშნავს ეს სტატუსი ახალგაზრდების წარმომადგენელი, ხო? რა არის, როგორ მოიპოვება ეს სტატუსი, რას გულისხმობს? კონკურსის სახით ვარ არჩეული და ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს 18-დან 25 წლამდე შეუძლია მიიღოს ამ კონკურსში მონაწილეობა. 3 ეტაპიანი კონკურსი არის, ღია გამჭვირვალე. გამარჯვების შემთხვევაში იგი მოიპოვებს ამ სტატუსს, ამ მანდატს 1 წლით. ყველა ქვეყანაში განსხვავებულია მათი როლი, მაგრამ ძირითადი რაც არის, ყველგან ემთხვევა, ის არის, რომ მესამე კომიტეტში წარმოადგენს თავის ქვეყანას, ახალგაზრდობის წარმომადგენელი და საუბრობს ახალგაზრდების სახელით. და შემდეგ ასევე ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ხდომაზე მეც მივემგზავრები იანვარში. საქართველოს მასშტაბით ჩვენ ასევე ვატარებთ რეგიონალურ ტურს, ვხვდებით ახალგაზრდებს. რამ გამოიწვია აი ესეთი დიდი ინტერესი და პოპულარობა? ვერ გეტყვით, რომ ვარ პირველი, ვინც შეეხო ოკუპაციის თემას, ამიტომ არ ვიცი ზუსტად რამ გამოიწვია ეს ინტერესი. ალბათ მე ვფიქრობ იმან, რომ ეს იყო უპრეცედენტო ფაქტი, რომ ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გამოიყენა პასუხისუფლება და თან რუსეთის მხრიდან საუბრობდა დიპლომატი და არა ახალგაზრდობის წარმომადგენელი, რადგან რუსეთს არ ჰყავს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, ალბათ ამ პასუხმა და ოპონირებამ. დიახ, ალბათ ესეც იყო ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი, მით უმეტეს რომ მე ნდობა გამომიცხადა ჩვენმა მისიამ და მომცეს ამის საშუალება და უფლება რომ მე პასუხა. The youth delegate of Georgia, I speak for the entire youth of my country, including those residing in the occupied territories of Georgia. სად იყავით თქვენ? როდესაც გამოდიოდა თათია, როდის ნახეთ პირველად მისი გამოსვლა? მეც ძალიან მაინტერესებს. ან სად იყო ვიცი, მაგრამ რა გაიფიქრა მეც მაინტერესებს. ამასობაში მე ვიყავი სან-ფრანცისკოში და იქ რაღაც შეხვედრა მქონდა, ვიცოდი სწორედ რომელ საათზე იყო გამოსვლა და ველოდებოდი მეორე ღამის გათენებას, ვინაიდან თბილისში იქნებოდა უკვე დილა და ვიცოდი უკვე რომ დიდი გამოხმაურება ექნებოდა ამას. ვიცოდი ბევრი ადამიანი მირეკავდა ხო არ გვეშლება, ხო თათია უცხოები, ახლობლებიც, ნაცნობებიც და ძალიან დიდი სიამაყის გზობაც მქონდა. ცოტა შიშის ფაქტორიც იყო. არ დაგიმალავთ, რომ მაშინ არ ვიყავით დაქორწინებულები. მაგრამ ისე ეს ფაქტორიც იყო და გვარ მომტაცონ. ხო, თბილისში ჩამოვედით ვარა, მეორე დღეს ხელი მთხოვა. არ არსებობს. სწორია. დაემთხვა, ხო, მაგრამ სასაცილო დამთხევა იყო. ეხლა გეგმავთ ქორწილს. რა მაგარი. ყველაზე მაგარი ეტაპზე ხართ მეგობრებო. ძალიან სპონტანური წვილი აღმოჩნდით და ჩვენი დაოჯახების ამბავი რამდენიმე ნაწილად გავყავით და ესეთი დღესასწაული მოვიწყეთ. ქორწილის გადახდას გაზაფხულზე ვაპირებთ, მაგრამ გვინდოდა რომ უკვე ოფიციალურად ცოლ-ქმარი ყოფილიყავით. ქორწილი სავარაუდოდ გვექნება ივნისში, სადაც უკვე მზე იქნება, უფრო ისეთი საქორწილო შესაბამისი ამინდიც გვექნება. აქორე თანახმად თქვენი მომავალი ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირებთ. ამრიგად ჩვეულებრივ ფასებას თქვენი ქორწინება იურიდიულად გაფორმდა და დღეიდან კანონიერი მეუღლეების ბრძანდებით. მიულოცავ გაბედნიერებას, მახოზათათიას და უსურვებ ულევ წარმატებას ცხოვრებაში. თუ როგორც ახლა мама, ალბათ ორიგინალური ვერ ვიქნები, ტრადიციულად მინდა მიულოცო მათ ახალი ოჯახის შექმნა, ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიყვარული რაც თავარია და ბედნიერ და გახარებულ საქართველოში ეცხოვროთ. გისურვებ, რომ ყოველთვის ესე გიყვარდე, როგორც დღეს ან უფრო მეტად. და მეც მიყვარდე შესაბამისად. შენას მისურვებ. მე გისურვებ, რომ ყველაზე ბედნიერი გოგოყო. თავი ჩემს. შენს გვერდით. როგორი უნდა იყოს აი მორი ძალიან წარმატებული, ძალიან კარგი ადამიანის ქორწილი? ბევრი ვარიანტები გქონდა, იმთვინაიდან ჩვენი მეგობრები, ნახევარი ჩვენი სამეგობრო ცხოვრობს ევროპასა და ამერიკაში, ძირითადად იმათაც ძალიან დაინტერესებს და გვინდა ორ ეტაპიანი ქორწილი გავაკეთოთ, ერთი საქართველოში და მეორე სადმე
სადაც მარტივი იქნება ახალგაზრდების ვიწრო წრეში, სადაც მარტივად ევროპაში სადაც შეძლებენ ჩამოსვლას. შენ ხარ 24 წლის? დიახ. აი, შენ რა გაქვს წინ? კარიერის კუთხით. პირველ რიგში უახლოეს მომავალში რაც არის ჩემი პრიორიტეტი, ეს არის რომ მე სადოქტოროს კანდიდატი ვარ და დისერტაცია უნდა დავიცვა. ლექტორობის გამოცდილებაც უკვე მივიღე ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში, მაგისტრანტებს ვუკითხავდი და ამ მიმართულებითაც ძალიან მინდა წასვლა. როდესაც მეკითხებიან, მე საკუთარ თავს კვლევარად ვხედავ, ეს ის არის რაც ყოველთვის კარგად გამომდიოდა, სხვადასხვა პუბლიკაციების ავტორი ვარ და ეს კვლევით ცენტრში რომელიც ვახსენე, მანამდე იქ მუშაობაც რეალურად ჩემი ოცნება იყო. და კომპიუტერში ჩანაწერიც კი მაქვს 16 წლის ასაკში გაკეთებული, პირველ კურსზე რომ ვიყავი, რომ SEBS აქ მინდა მუშაობა და რაღაცნაირად ამიხდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ ჩემი ასაკის იქ თანამშრომელი ნამდვილად არ იყო ჩემამდე. თქვენი მყოფებით საგანმანათლებლო ლაბორატორია EduLab-ში, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების და მოსწავლეების პიროვნულ განვითარებას. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. განათლების ლაბორატორია ეს არის საგანმანათლებლო სტარტაპი, რომელიც ახლახან დაარსდა და ფაქტობრივად ეს გახსნასავით არის პირველი ღონისძიება არის, რომ პატივი მერგო წილად რომ მომიწვიეს. როგორც თქვენს მეგობარს უბრალოდ შეგიძლიათ გამისაუბროთ და მე ჩემ პირად გამოცდილებას გაგიზიარებ. ესწრებიან სტუდენტები, ახალგაზრდები, ძირითადად როგორც აპლიკაციებიდან ვიცით 18-დან 25 წლამდე და მე ძალიან მოხარული ვარ ამის შესაძლებლობა მომეცა, რადგან ძალიან ბევრი კითხვა შემოდის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. შემიძლია რომ გაგიზიაროთ. ძალიან მოულოდნელი იყო, რა თქმა უნდა, წარმატებას კი ვიყავი 1000 მიჩვეული ყოველთვის, მაგრამ ასეთი სუპერ პოპულარული ერთ დღეში, თუმცა ერთ დღეში ეს არ ხდება, რა თქმა უნდა და მიზანდასახულად მიდიოდა ამისკენ, მაგრამ ერთ დღეში მოხდა ეს ყველაფერი, გავიღვიძე და უცებ ტელეფონის ზარები, რაღაც Facebook-ზე მიმოწერა, ყველაფერს თავისით აკეთებდა ყოველთვის და ჩვენ რამდენადაც შეგვეძლო, რა თქმა უნდა, ვეხმარებოდით ეს ახლა ბავშვობაშიც, ახლა მშობლის როლი რა არის, ხო? იგივე მასწავლებელთან სიარული რო ამბობენ, მასწავლებლებთანაც კი არულია თათიას ფაქტობრივად, რა თავისით აკეთებდა ყველაფერს. ჩემი როლი იყო ჩათვალეთ უფროსი მეგობრის როლი. თავისუფლად იგრძელის თავი და კითხვა შემაწყვეტინეთ. მე მინდა თქვენგან რეცეპტი აი იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც თქვენ გახდებით სტიმული, რა არის ამისთვის საჭირო? მიზანდასახულობა არის ერთ-ერთი და мотиваციის, სწორი мотиваციის ქონა, мотиваცია ეს ერთ-ერთი ძლიერი იარაღი, რომელსაც რეალურად შეგიძლია თუნდაც კარიერაში, თუნდაც პირად ცხოვრებაში მიაღწიო წარმატებას. შრომა არის მაინც პირველ რიგში, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. შრომის გარეშე ვერც გაგიმართლებს. შეიძლება იშრომო და არ გაგიმართლოს, მაგრამ შრომის გარეშე რომ ნამდვილად ვერ გაგიმართლებს, ესეც ვიცით ყველა. ამას გარდა ალბათ რწმენა, ოღონდ რწმენაში უგულისხმობ იმას, რომ მე ყოველთვის მაგალითად მწამდა, რომ რასაც ხელს მოვკიდებდი, თუ ამისათვის გავაკეთებდი ყოფილს, აუცილებლად გამოვიდოდა. ამ რწმენით ვცხოვრობ და დღემდე დარწმუნებული ვარ. ასევე გვერდით მყავს ის ადამიანი, როგორც მინდოდა და მწამდა აუცილებლად რომ შემხვდებოდა. რეალურად ალბათ ვაგზავნით ჩვენ ამ მესიჯებს სამყაროში და უკან გვიბრუნდება. სიმღერა, რომელია თქვენი სიმღერა? ჩვენი სიმღერა? Innamorato. ეს რაც Sempre di più. Innamorato, sempre di più, in fondo all'anima, per sempre tu. Innamorato ქვია, ეს არის იტალიური სიმღერა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. და თათია ძალიან უყვარს კარაოკე ზოგადად და სულ. აჰა. არა, მე ამას არ მღერ, ეს ის სიმღერა, რასაც მიმღერის ხოლმე, იმიტომ რომ თან ტექსტიდან გამომდინარეც. ანუ ნიშნავს შეყვარებული ვარ, რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტად. დღევანდელ დღეს გაუმარჯოს ბატონებო. მშვიდობა და სიკეთე. წყალობა იყოს ქვეყანაზე და ამ ულამაზე ზორ ადამიანს გაუმარჯოს, რაც ყველაზე მთავარია. შენ დაგეზე დილათუ ბინდია Abadavara gushitsets livinetia Ekibo bastu gamitseva madeli
ჩემი ძმა და მეგობარი ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ერთად სწავლობდით, საკმაოდ დიდი ხანი ვიყავით საზღვარგარეთ. მე გამოვეთიშე ასპარეზს შემდგომ. ჩამოვედი საქართველოში და იმის მერე ჩვენ მეგობრობთ ძალიან დიდი ხანია. რო დავინახე თათია რაღაცნაირად გოლში გამკრა რაღაცა მოვიხიბლე მისი ნახვით და პრინციპში არც წარმომედგინა რომ ესე დამთავრდებოდა და ძალიან მიხარია რომ ჩემი ძმა ძალიან ბედნიერია თათიასთან და ასევე ვგზნობ ამ სიყვარულს და მიხარია რომ ესე დაგვიგვინდა ესა ვამაზა. აბა მაგუნა ძინანდალელი ნათლა ერთი პატარაკარია ოჩემოცი ძინათლა შემოცი ხანა გალია ოჩემოცი გაეროს შტაბის ხელმძღვანელთა ასოციაციის თუ ჩამოჰკრა ზარმა და თუ დაუბერა შემოდგომის ქარმა რატომ ველავს გულში სიყვარულის ფერი სიყვარულით მთვრალი ვარ და სიყვარულზე მღერის რითმე შავი დღე ვერაფერის ვერ შავი დღე აბა თეთრი დღე შავი დღე ვერაფერის ვერ შავი დღე
კარგად ეხერხება საჭმელს, ჩემზე უკეთესად აკეთებს და დილით ხოლმე ჩემთვისაც მოაქვს. ძალიან რთულია რომ სამზარეულოში თავი მოვაწონო. ვაკოს არა იმიტომ რომ მე სიტყვაზე არ ვარ კარგი თიასაკითხებს შეჩვეული არის. მე მომწონს როგორც წაკითხავ. ხო, შეჩვეული არის ესეთი იტალიურ სტანდარტებს და ცდილობდი ხოლმე ეს YouTube-ში. ხო, ზოგადად ესე ჩართავს ხოლმე YouTube შეხედავს როგორანაირად ხო. ერთი აკეთებს ხოლმე ცოტა ხან გამოდის ხან მაგრამ ხშირად გამოდის. კი, მაგრამ ერთი შემთხვევა იყო დღემდე მახსოვს, ძალიან მეწყინა. დიდხანს რომ მზადებოდი, ეს სამსახურიდან რომ მოვიდო და ესე იგი დავახვედრებდი საჭმელს და ნუ ერთი ლუკმა რომ გასინჯა, გადამიყარა ყველაფერი ნაგავში და მეუბნება წავედით ახლა რესტორანშიო. და ეს ძალიან ისე მომხვდა, ხო, გულზე მომხვდა ძალიან. და ვიქნები ძალიან ბედნიერი, რაც უფრო ხშირად შეხვდებით არა მარტო გადაცემაში, არამედ დარწმუნებული ძალიან სხვადასხვა საინტერესო სივრცეში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა. ბოლოს